იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი ამ წუთებში უზენაეს სასამართლოს მოსამართლებსა და იუსტიციის საბჭოს წევრებს ხვდება. მინისტრი მათ საერთო სასამართლოს შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს აცნობს. განხილვა ამ დრო გრძელდება. თამარ ციკლაურს ვთავთ პირდაპირ ეთერში. ის იუსტიციის სახლთან იმყოფება. თამარ, როგორ მიმდინარეობს ეს შეხვედრა? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, რომ თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნოს. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლებთან შეხვედრისას განიხილავს. მინისტრის განცხადებით ეს კრიტერიუმები მკაფიოდ არის განსაზღვრული იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტებში მინისტრი განმარტავს იმასაც, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტები მოსამართლეთა შეფასების ობიექტური და ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ვაგრძელებთ მუშაობას მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელსაც ქვია 3 წლით გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების სისტემა. ჩვენს კანონპროექტში შემოთავაზებულია 12 კრიტერიუმი. ეს არის პირველი იწყება კრიტერიუმების პროფესიული კრიტერიუმები, კომპეტენცია, როგორ შეუძლია სასამართლოს ხდომის მართვა მოსამართლეს, როგორ შეუძლია წეროს გადაწყვეტილებები და რამდენად კომპეტენტურად და მოტივირებულად, როგორია მისი, ასე ვთქვათ, კომპეტენციური წვრთნის ხარისხი და აგრეთვე არის მეორე წყება კრიტერიუმების, რომელიც უკვე პიროვნულ მახასიათებლებს გულისხმობს. იუსტიციის მინისტრის თია წულუკიანის შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან იუსტიციის სახლში 1 საათია მიმდინარეობს. თუ როგორ აფასებენ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ცვლილებებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, ეს უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მადლობა თამარ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა იუსტიციის სახლიდან. ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა დაპატიმრების შესახებ აჭარაში. თია წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარაში 6 ადამიანი დააკავა. ისინი იუსტიციის სამინისტროს ამზომველები არიან. გამოძიების მტკიცებით დაკავებულები აჭარის წყალსა და ჭოროხზე კალაპოტებს არაკანონიერად არეგისტრირებდნენ კერძო პირებზე. შემდეგ კი მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ქონება ჰესის მშენებელ კომპანიებზე სხვისდებოდა. ატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად და შესაბამისი სასამართლო განჩინების საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნენ საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე და ამავე სამსახურის სპეციალისტი. ასევე დაკავებულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდის მწმუნებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შპს გეოს ამზომველი ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე. დაახლოებით 9 კომპანია, რომელიც ჩვენ გამოვააშკარავეთ აჭარაში, ქმნიდნენ ყალბნახაზებს, საკადასტრო მონაცემებს, შემდეგ ამას ადასტურებდნენ სოფლის რწმუნებულები, შემდეგ ეს ყალბად შექმნილი დოკუმენტები მიდიოდა საჯარო რეესტრში, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც საჯარო რეესტრის ამ სამსახურის 3 თანამშრომელი გულგრილად ამოწმებდა ამ დოკუმენტებს და რეალურად ამის შედეგად მოქალაქეების ხელში აღმოჩნდა საკუთრებაში მდინარის კალაპოტები, რომელიც არ შეიძლება ასეთ საკუთრებაში იყოს. ჩვენ ეს რეგისტრაციები საჯარო რეესტრში გავაუქმეთ უკვე რამდენიმე ხანია, ხოლო დღეს საგამოძიებო მოქმედებების პირველი ეტაპი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ დაასრულა. 6 პირი, მათ შორის ამზომველები არიან დაკავებული.